ბილი აილიშის კონცერტზე მინდა წასვლა. მე ის არ მომწონს. ჩემი აზრით კარგი სიმღერები აქვს. ჩვეულებრივი პაპსა. აბა ვის კონცერტზე წახვიდოდი? ხო ვიცი რომ მე როკი მიყვარს. რას აკეთებ? შემაშინე. საყვარელ წყლს უთვალებ? შენი საქმე არ არის. კარგი დაივიწყე უკეთეს ბიჭში პოვი. სხვა არ მინდა შეხედე ამოკა მას სულ არ იმსახურებს. საცოდავი მოდი ჩაგეხუტო. მე მის დათმობას არ ვაპირებ. იმედია რამე გეგმა არ მოგიფიქრებია. რა თქმა უნდა მოვიფიქრე მაქსი აუცილებლად დაბრუნდება. მოდი საშოპინგოდ წავიდეთ, მერე კაფეებში დავსხდეთ. მე უკვე ყველაფერი მოვიფიქრე, ან დამეხმარე, ან წადი. კარგი, რაში დაგეხმარო? უკიჩრდილები გაქვს? არ ვიცი, წამოდი ვნახოთ. მაქს, მოდი კაფეში წავიდეთ. სახლში შევჭამოთ. სახლში მოსაწყენია. ამ ფულით Fortnite-ს ვიყიდი. ფიქრობ მხოლოდ შენს თამაშებზე ფიქრობ. ნამდვილად გიყვარს ვიდეო თამაშები თუ მატყუე. ხო, მაგრამ შენსავით არა. არ შორდები ვიდეო თამაშებს. ნამდვილად გინდა ესეთი მაკიაჟი? კი, შემღებე. სიმართლე გითხრა, ესეთი მაკიაჟი საერთოდ არ გიხდება. შენი აზრი არ მაინტერესებს. ნუ თვითონ წადა, შეაფასე. შვენიერია მაქს აუცილებლად მოეწონება. ყველას მოეწონება დამიჯერე. ეხლა კი უნდა გამოვიცვალო. აბა როგორ მოგწონს? ნუ, პრინციპში მაგარია. კარგი, ახლა ვისაღებში გადავიდეთ. ამოკა რა გჭირს? მე რა მჭირს თუ დიანას? და რა მჭირს? ისე ხარ თითქოს შახტიდან ეხლახანს გამოხვედი. შენ საერთოდ არ გაგეგება მოდის. დიანა, შენივად გამოიყურები. მეც მომწონს. ეს მისი ახალი სტილია. მაქსი ნამდვილად ხუმრობს. აი რა, მართლა მომწონს. ალბათ ბრმა ხარ. სხვათა შორის მაქს. დიანა, მოშორდი მაქს, ხო ხედავ შენთან საუბარი არ უნდა. ამოკა რამე მითხარი? ის შენი საკუთრება არ არის. დიანა მართალია. ამოკა ეჭვიანო? ეჭვიანობ დიანაზე? სასაცილოა. ნამდვილად ეჭვიანო. მე რიღირსებით. მაქს, ვისაც გინდა დაელაპარაკე, მე შენ გენდობი. სხვათა შორის მე როკ ფესტივალის 2 ბილეთი მაქვს. საიდან მეკუნა ყველა გაიყიდა. მე ხომ გიზდები როკზე, მაგრამ არ ვიცი ვისთან ერთად წავიდე, მარტო წასვლა არ მინდა. მე ძალიან მინდა. რადგან მაქსთან ერთად წასვლა არ გინდა, მე წავალ. შენ ხო არ ხარ როკის მოყვარული? აიღე, შენ გჩუქნი. დიანა, მოდი ერთად წავიდეთ, ამოკა წინააღმდეგი ხო არ ხარ? რა თქმა უნდა, არა, წადი. ამოკა საუკეთესო ხარ. სხვას თუ დაპატიჟებ, არც მე გავუბრაზდები. ჩვენ წავიდეთ, ამოკას მაინც არ უყვარს როკი. მოდი მოვიფიქროთ, თან რა წავიღოთ? ფანარი, საწვიმარი. ამოკა რატო ხარ მოწყენილი? დიანა მაქსი სტატუას ცდილობს. დამშვიდი, მაქ შენ მოსწონხარ. ეს მან გითხრა? გინდა დაგეხმარო. რითი? დიანა რომ გზიდან ჩამოიშორო. რა თქმა უნდა მაღელვებს, მაგრამ ეგრე ძალიანაც არა. არასწორად გამიგე შენ. არა, უკვე მოვიფიქრე. მოკლედ მომისმინე და მაქსი სულ შენთან იქნება. კარგი, რა გავაკეთო? წამომყევი. ძალიან მიყვარს მეტალიკა. მეც. ყოველდღე ვუსმენ. მეც. ანგერო ბიჭობა ესეთი კარგია. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. ბილეთები თუ გქონდა არ გითქვამს. იქნებ მეწამოსულიყავი. კარგი რა, ბოლო კაპიკებით ვიყიდე ეს ბილეთი. რას არ გააკეთებ შეყვარებულის გამო. შენ ვერ ხვდები, ის ჩემი soulmate-ია. ერთმანეთისთვის ვარ შექმნილები. რა? შენ ვერ გაიგებ. აბა როგორ მოგწონს? AliExpress-დან გამოწერილი დიანა. მოკლედ მასთან მიდიხარ და შევწყვიტი, აღარ გისმენ. მე ხომ დახმარება მინდა. შენ ურთიერთობაში არ ყოფილ ხარ, შენი რჩევები სისურელია. სამაგეროდ მაქს კარგად ვიცნობ. შენ ინანებ. შენ ყველა გოგოზე კარგად თამაშობ, ამოკაზე კარგადაც კი. კარგი რა, არც კი მიცდია. წავალ ჩაკს მოუყვები. არ ვიცოდი ესეთი გეიმერი თუ იყავი. მთელი კვირა ვსწავლობდი, ვიდეო ინსტრუქციებს უყურებდი. ანუ არც კი მოგწონს. ეს მაქსისთვის ვისწავლი, მაგრამ შემდეგ მასაც შევცვლი. კარგი რა, თამაშს ვერ გადააყვარებ. ამელკასაც ესე ეგონა, მაგრამ მე ხომ ამელკა არა ვარ. აი ნახავ, ადამიანები არ იცვლებიან, მით უმეტეს ბიჭები. მას როკი უყვარს, ვიდეო თამაშებსაც კარგად თამაშობს. ხო, ის მაგარია.
მაგრად გამოიყურებე, სტილისთან ჩაიცი, ვიღაცას მაგონებ. ეს ჩემი ძველი სტილია, უბრალოდ დიდი ხანი არ ჩამიცვამს. მაგრად გამოიყურები. ასეთი სტილი მე უფრო მიხდება ვიდრე დიანას, არა? არ ვიცი. უთხარი რომ კი. რა თქმა უნდა კი. ხოდი წადი დიანასთან ბილეთები გამოვართვი და კონცერტზე ერთად წავიდეთ. კონცერტზე კი არა, ფესტივალზე. რა მნიშვნელობა აქვს? დიანას უნდა დავალაპარაკო. ავიდეთ, აქ რას გახარ? დიანას ალაპარაკო გვაქვს. ამელკა. ამ ყველაფერს რა ქვია? და რა ხდება? ამელკა, შენც გადაწყვიტე სტილის შეცვლა? შენ რა გაგიჟდი ჩემს სტილს იმეორებ, მაიმუნო. ეს შენი სტილი არ არის, შენ არ მოგიფიქრებია. ეს სტილი ალბათ 100 წლისაა. მე რა, ამელკა ჩემამდე ესე არ იცნობდა. კოკო, ორივე შეგიძლიათ ესე იარეთ. შენთვის არავის უკითხავს. კარგი, ნუ ბრაზობთ. პროცესი უკვე დაწყებულია. სუდია პოპკორნი არ მაქვს. კიტი უთხარი მას რომ პირველი მე ვიყავი. ხო, ის იყო პირველი. და მე რატო ვერ ჩავიცნო ესე? მე უფრო მიხდება ეს ლუკი. სიმართლე გითხრათ, არც ეს არ გიხდებათ. ჯობს ხვალიდან ისევ ისე ჩაიცვა. იცი რა, თმის შავი საღებავი ვიყიდე, მთლიანად შევიცვალო სტილი. იცი რა, მეც ვიყიდე. ეს უკვე მეტია. არ მომწონს რომ ამელკა ყველაფერს იმეორებს. გაიხადე. რასაკეთებ, ხელები გაწიე. გაიხადე და შეწყვიტე ჩემი კოპირება. ეს შენ შეწყვიტე, ვიცი რაც ჩაიფიქრე. ამელკა დამშვიდდი. ანუ ამელკა უნდა დამშვიდდეს? შენ საერთოდ ვის მხარეს ხარ? არც ერთი არ ხართ მართალი. მაგჯობია წახვიდე. კარგი, ხომ მე წავედი. გაიხადე, ეს შენ გაიხადე. როგორ მომაბეზრეთ თავი? ისევ ტვინი უნდა გამოგირეცხოთ. მართალია, ამელკას გამოურეცხე. ხო, რადგან დიანას საერთოდ არ აქვს ტვინი. ოხ, შენ შეწყვიტეთ, მინდა რომ ყველაფერი ისევ იყოს როგორც ადრე და ისევ გავერთოთ. ყველა ერთად. მე თანახმოვან, მაგრამ დიანა ხელს მიშლის. კარგი რა, რაც მაქსი გამოჩნდა, სულ დაგვივიწყე. ყოველთვის მას დასდევ. აი, ამას ვინ ამბობს? ვერ დაგინახეთ მაქსისთან ერთად რომ მიჭექი? ნუ, მოკლედ არ ვიცი მაქსთან რა ხდება, მაგრამ მეგობრებმა ერთმანეთი არ დაივიწყოთ. თანახმოვან, უბრალოდ ჯერ ამელკამ ბოდიში მომიხადოს. მას შემდეგ რაც შენ მომიხდი ბოდიშს. არა, პირველი შენ. არა, შენ და ასევე მაქს მოშორდი. მან მე ამერჩია. თქვენ უკვე დაქორწინდით? აბა შტამპი მაჩვენე პასპორტში. რამდენიმე წელში გაჩვენებ. ვერ მაჩვენებ, იმიტომ რომ მაქს მე უფრო მოვწონა. ეს ისედაც ნათელია. თქვენთან საუბარი წარმოუდგენელია. იდი მოუჭერი, შენს გარეშეც ვიცი, სხვათა შორის გოგოებმა რა გააკეთე, რაღაცაზე ვერ შეთანხმდე. ამ გოგოებს რას გაუგებ? გამოვეცალე, ასე ჯობდა. ხო, შარში გახოვეს ესე ჯობდა. 2 წუთით გავალ. ოკეი. რა მოხდა? შენი დახმარება მჭირდება. ანუ ჩემს გარეშე არაფერი გამოგდის, ესეც ვიცოდი. შეწყვიტე. სიმართლეს გეტყვი, მაქს ახალი დიანა მოსწონს. ასეც ვიცოდი. მაგრამ შენ შანსი ისევ გაქვს, დიანაზე უკეთესი უნდა გახდე. როგორ გავხდე უკეთესი? ტატუ გაიკეთე, მაქს მოსწონს ის. ტატუ? მეხუმრები? არა, მაქს მოსწონს ის. ეს მეტია. მაშინ დაივიწყე, დიანას უკვე ჯიბეში ყავს მაქსი. კარგი, პატარა ტატუს გავიკეთებ. ეს უფრო დიდი მით უკეთესი. ყოველ შემთხვევაში, როცა გინდა მოიშორებ. საშინელებაა. წამოდი, ნაცნობი მასტერი მყავს. მიდი მაქსიმ ჩაუჭერი. დიანა, შენ ესეთი ჭკვიანი ხარ. მომისმინე და ყოველთვის გაიმარჯვებ. წარმოგიდგენთ ახალ ამელკას თქვენი ყურადღება. ეს ტატუა თან ნამდვილი? ხო, მოგწონს? ვერ ვიჯერებ რომ ეს გაიკეთე. ხო, სრულად გადავწყვეტე იმიჯის შეცვლა. ძალიან მაგარია. ეს ტატუ პირადად შენ გეკუთვნის. ვაუ, ჩემს გოგოს ტატუ აქვს. ესე არა? შეიძლება ფოტო რო გადაგიღო? კი, რამდენიც გინდა. წარწერა, ჩემი გოგო ყველაზე მაგარია. შეხედე ამელკა. ცოტა ხნით გავალ. უკეთესი ნახატი ვერ მოიფიქრე? დიანა, ნუ ხარ შურიანი, ეს ცუდი თვისებაა. ამ შურს მეც მომინდა ესეთი ტატუ და გავიკეთებ. ამელკა არ თქვა რომ მხოლოდ ბიჭის გამო გაიკეთე ტატუ. რა თქმა უნდა ასეა. რა თქმა უნდა არა. გასაგებია. სამაგიეროდ მაქს ნამდვილად მოეწონა. ეხლა წავალ და პირსინგს გავიკეთებ თან ტატუს სახეზე. ეს მეტია. და მე ვნახავთ მაქს ვინ უფრო მოეწონება. მეც გავიკეთებ პირსინგს. პირსინგი ძალიან მტკივნეულია. არა უშავს მოვითმენ. სულ დამავისთან მაქთან ერთად მე მივდივარ ფესტივალზე და არა შენ. ამას კიდევ ვნახავთ. ჩემ მეგობრებსაც მოეწონა შენი ტატუ. მაქს, ფესტივალზე მივდივართ, არა?
უბრალოდ რაღაც საქმე გამომიჩნდა. არ თქვა რომ ამელკასთან ერთად მიდიხარ. მაქს, სწორი არჩევანი გააკეთე. გოგოებო, ჩაკთან ერთად წასვლა გადავწყვიტე. ჩაკთან? ხო, ჩვენ ძმები როკს ვაღმერთებთ. ვერ ვიჭერე. ბილეთები მაჩუქე არა? კი, ასეა. კარგი ძმაო, წავედით, თორემ დავაგვიანებთ. მე მის გამო რა არ გავაკეთე. გოგოებო, დაიმახსოვრე, ბიჭები ყოველთვის ესე იქცევიან. ბილეთის ფულს მთელი თვე ვაგროვებდი. კარგია რომ ჩემი დატუ ნამდვილი არ არის. დაივიწყეთ, მოდი წავიდეთ კაფეში, კაკაო დავლიოთ, გეპატიჟებით. წინააღმდეგი არ ვარც მე. ბავშვებო, თქვენ კი მოიწონეთ ვიდეო თუ ფიქრობთ, რომ მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შეყვარებულები, ასევე გამოიწერეთ არხი. ყველას გემშვიდობებით.